არაერთი შეფასება მიეცა ამ საკითხს და თითქოს და ძალიან რთულია რაიმე ახალი იპოვო. პირველი რაც თვალშისაცემი არის თანაწყობა სამართლებრივი მოქმედებების ორ ქვეყანას შორის. ეს არის საკმაოდ უსიამოვნო თანაწყობა, რბილად რო ვთქვათ. ეხლა ჩვენ დღეს, როდესაც ამ ინტერვიუში ვარ ჩართული, ქვეყანაში იწყება აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტი. და რა თქმა უნდა, მაინც ჩვენ ქართველებს გვაქვს შინაგანი ცენზურის საკითხი და გვინდა რომ ვთქვათ ტაქტის გზნობა შევინარჩუნოთ, თუმცა ეს ნებისმიერ შემთხვევაში რა თქმა უნდა არ გვართმევს ჩვენ საშუალებას მინიმუმ თვითკრიტიკულები ვიყოთ საკუთარი მისამართით. ეხლა თავი რო დავანებოთ აზერბაიჯანს და იქ აურსამდე. აზერბაიჯანული დემოკრატიის საუბარი არც არის ჩვენი ოდესმე ქართული პოლიტიკოსების საქმე ეგ არ არის. ერთი ეს არის და მეორე არის რომ აზერბაიჯანს მხარად აქვს გაცხადებული თავისი საშინაო და საგარეო გემოვნება და სტანდარტი. ამიტომ ამ მხრივ არ თვალთ მაქცობს. და არც რამე დასამალი და თავის სამართლებელი აქვს, მაგრამ მე სხვა რამე მინდოდა უბრალოდ სხვა წახნაგი შემომეტანა ამ საუბარში, რომ აი როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებაზე, არა მარტო სამეზობლოსთან მიმართებაში, არამედ უფრო დიდ გარე სამყაროსთან მიმართებაში, ყველაზე მთავარი რითაც ჩვენ შეიძლება თავი გავიტანოთ და ჩვენი მთავარი აქტივი არის ღია სამართალზე დაფუძნებული და სამართლიანობაზე დაფუძნებული საზოგადოება. ეხლა ჩვენ როგორც არ უნდა ვიტრაბახოთ ციფრებში, სტატისტიკაში, ქართული ეკონომიკის სვლით და სხვა წარმატებებით, რაც რა თქმა უნდა სათუ არის და შეიძლება ბევრ კითხვას იწვევდეს, თავარი აქტივი რითაც შეიძლება ქართველობა და საქართველოს მოქალაქეებმა მოიწონონ თავი, ეს არის ის, რომ საქართველო არის თავისუფლების ლაბორატორია. ეს არის შემოქმედებითი თავისუფლების ლაბორატორია, ეს არის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაფასების გარემო. აი სიმართლე რო გითხრათ, ამაზე მეტი კონკურენტული უპირატესობა, რაც ჩვენ დაგვეხმარებოდა, რომ არა მარტო აწუხოში, არამედ მომავალში დავმკვიდროთ თავი, მე ვერ წარმომიდგენი, აი ამაზე ყველაფერზე შეიძლება დაშინდეს ყველაფერი დანარჩენი, გეოპოლიტიკით დაწყებული და ძალიან ვიწრო მიმართულებებით დამთავრებული და ეს ფაქტი, რომელიც არ არის პირველი, არამედ უკვე იცით სამწუხარო კიდევ ის არის ამ ფაქტთან ერთად, რომ რაც მანამდე იყო იშვიათი და გამონაკლისი, იმის განორმალურება ხდება. და რასაც ჩვენ ხედავთ სხვადასხვა ფაქტების მეშვეობით, უჩვეულო ხდება ჩვევად, არანორმალური ხდება ნორმად და რასაც ჩვენ ეს ვთქვათ, რასაც ჩვენ საგამონაკლისო წესად აღვიქვამდით, ის უკვე ეს ვთქვათ სტანდარტად გვიდრდება. ამდენად კიდევ ერთი მავნე შედეგი, რასაც მე ვხედავ აი ამ მიდგომაში არის ის, რომ ჩვენ ისედაც სახელმწიფოებრივ სტანდარტებს და ტრადიციებს არ ვართ მიჩვეული და ამ ძალიან დიდი ნაკლი არის. ცნობიერებას ადგება მანკიერება იმ მხრივ, რომ ინერგება წარმოდგენა, რომ ეს რაც მოხდა, ეს არაუშავს. ეს შეიძლება გატარდეს და შეიძლება მოხდეს ხვალ ზეგაც და მაზეგაც. ამიტომ გარდა სამართლებრივი ასპექტისა, გარდა სახელმწიფოთა შორისი ასპექტისა, ყველაზე მთავარ ზიანს მე ასეთ ფაქტებში ამასაც ხედავ ხდება ცნობიერების დაზიანება. ამ ზიანის აღმოფხვრა მე წლების განმავლობაში ძალიან რთული იქნება. ძალიან ნიშანდობლივ რამეს გავუსვით ახლა ხაზი, ეგ ხდება ყველა მიმართულებით. განორმალურება ხდება იმისა, რაც ნორმალური არ არის და არც უნდა მოხდეს იმის ნორმალიზება, ხო? ჩვენ გვახსოვს ახდან მუხტარლის საქმე და მაშინ აშკარად სხვა ატმოსფეროც ქვეყანაში, ხო, ამავე ხელისუფლების დროს მოხდა ეს, ხო? არ შეცვლა თუ დავიჯეროთ რომ ხელისუფლება. არა, მაგრამ მაშინ მაინც ამის შეფუთვა ხდებოდა როგორც რაღაცა არანორმალური, არავის არ უთქვა რომ ეს სწორია. ხო? აქ რაღაც ხდებოდა რომ ცოტა დანაშაულის დაფარო მოხდა ის მოხდა, სწორიაო, არავის არ უთქვამს მაშინ. ხმა მაგლა და ახლა რაღაც სხვა სიამაყით ხდება ასეთი ისტორიის შეფუთვა, რომ თითქოს აბარაა ჩვენ ასეც უნდა ვიქცეოდეთ. ირაკლი, კიდევ ერთი რაც ჩვენ უნდა ვთქვათ აუცილებლად, როდესაც ჩვენ შეფასებას ვაძლევთ მოვლენებს, ეს კრიტიკული შეფასება არ არის მხოლოდ პოლიტიკოსთა ან სახელმწიფო მოღვაწეთა მისამართით. ეს არის აი თქვათ ეს განორმალურება იმისა, რაც არანორმალური არის, მათ შორის იმაზე არის გამიზნული და გათვლილი, რომ ჩვენ მოდით გულახდილები ვიყოთ საბჭოთა წარსულიდან ჯერ ორივე ფეხით ვერ ამოვედით. ამიტომ ამ სისტემამ წლების განმავლობაში რაც მოახდინა, აი საბჭოთა მემკვიდრეობის შემოbrunება, მისი რეკონსტრუირება, დავაღიაროთ რა, მიუხედავად იმისა, რომ არის პროტესტი, არის უკმაყოფილება, არის სწორი შეფასებები, ამას მაინც არ აქვს ის მასშტაბი მიღებული, რასაც ჩვენ ვისურვებდით. ეს არ არის კონკრეტული кейსი, ეს არ არის მხოლოდ ამ ადამიანთან მიმართებადი შეფასება, ეს არის ჩვენი თვით შეფასების ტესტი ამავე დროს და მე შეიძლება უმცირესობაში ვიყო, შეიძლება ჩვენ მაყურებლა გამაკრიტიკოს, მაგრამ აფრით ჩემი აზრით ჩვენ ამ ტესტს 100 წარმატებულად ვაბარებთ და ეს თავარი შეკითხვა არის საკუთარი თავის მისამართით.
როცა ვსაუბრობ ჩვენ მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობაზე, ისეთი როგორც არის აზერბაიჯანი. აიცით როგორ გამოყავთ ხოლმე ახლა რიტორიკას რო უსმენთ, რომ რა საქართველოს საქმე არის, რომ ეხლა შეიფაროს ჩვენი მეზობელი ქვეყნების ისეთი მოქალაქეები, იქ არსებული რეჟიმების, მმართველების მტრები და ამით გავიფუჭოთ ურთიერთობა ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანთან. აიცით თქო სხვა არჩევანი საქართველოს გარდა იმისა, რაც მოხდა არ ქონია, ან უნდა შევიდეს იყოს მტრების შემფარებელი ალიევისათვის, ან უნდა მოხდეს ეს. წმინდა პოლიტიკურ თვალსაზრისით არსებობს ლავირების სივრცე და სამართლებრივი საშუალებებიც ამისთვის არსებობს. აი მოქალაქეებსაც რომ აუხსნათ, რისი არჩევანი აქვს ასეთ დროს მართლ რეჟიმს, რა შეუძლიათ მას გააკეთონ, რომ ეს არ მოხდეს. ერთი მხრივ არც აზერბაიჯანთან გავიფუჭოთ ურთიერთობა და მეორე მხრივ არც თავი არ შევირცხვნოთ. პირველ რიგში საკუთარ თავთან. ესე იგი დღეს პირველ საათზე მაქვს აზერბაიჯანის დელეგაციის წარმომადგენელთა შეხვედრა. ეხლა როდესაც ვსაუბრობ და მე თვითცენზურა ვახსენე, ეს რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის ჩემი შინაგანი ტაქტის საკითხი, მაგრამ ამავე დროს მე საერთოდ შემთხვევაში არ მზღუდავს, რომ ისეთი პასუხი ჩამოგეყალიბოთ, როგორც საჭირო გაქვთ ეს შეხვედრა, იმიტომ რომ ამ პერსპექტივიდან უნდა შევხედოთ, ხო ჩვენ? ალბათ ყველაზე მთავარი ამ შემთხვევაში არის ის, რომ ეს ურთიერთობები იყოს დამყარებული პირველ რიგში წესებზე, არა სიმპათია ანტიპათიებზე, არა პირად პრეფერენციებზე, ან ვასალურ ან კვაზივასალურ დამოკიდებულებაზე და მე არ მინდა ეხლა ამ ფრის სიტყვა დაგვე გამექცეს, მაგრამ ჩვენ ხედავთ გარკვეულ ტენდენციებს ჩვენი ხელისუფლების მხრიდან, რომელიც ქვეყანას სწორედ ასეთ ვითარებაში ამყოფებს. ამიტომ ერთ-ერთი მთავარი წახნაგი, რაც ეხლა მე ვახსენე თავისუფლების ხარისხი, რაც ჩვენ უნდა გვახასიათებდეს და ამით უნდა გამოვირჩევოდეთ, არის რეპუტაციული საკითხი და რეპუტაციული უსაფრთხოება. რასაც შეიძლება რეპუტაციულ იმიჯსაც უწოდებენ, რეპუტაციულ ავტორიტეტს. აი ამ ხრივ საფუძვლების ჩამოშლა მარტო მორალური კატეგორია არ არის, ეს არის შენი დაუძლურება ეკონომიკური ურთიერთობების შრეში, ეს არის შენი დაუძლურება უსაფრთხოებისა და გეოპოლიტიკურ ურთიერთობათა შრეში და ყველაზე მთავარი კიდევ ერთხელ ვამბობ, როდესაც შენ გაქვს წესებზე აწყობილი ქვეყანა და გარკვეულწილად შენს სამეზობლოს და შენს კონტრაგენტებს საერთაშორისო ასპარეზზე ასევე წესებიდან გამომდინარე და არა კონიუნქტურული მოსაზრებებიდან გამომდინარე ურთიერთობ. ალბათ ეს არის ერთ-ერთი მთავარი საწინდარი, იმიტომ რომ წესებზე დაფუძნებული ურთიერთობა არის ყველაზე ნეიტრალური. ეს არ არის უსუნო, უფერო, უსქესო, მაგრამ ეს არის შესაფასებლად ყველაზე უსაფრთხო მიდგომა, როცა ეს თქვა წუნი ან მოწონება, დაწუნება ან მოწონება არ იქნება მხოლოდ ვინმეს ახირებაზე, მეტიშობაზე ან კაპრიზებზე დამოკიდებული. ეს არის საერთო ნიადაგი, რომელიც ორივე მხარეს გამოადგება. აი როცა ვლაპარაკობ ჩვენს ურთიერთობაზე რეგიონის ქვეყნებთან, აი ჩვენ ნახეთ ძალიან ნიშანდობლივი გამოხმაურება ირანის ელჩისა, როდესაც სახელმწიფო მდივანმა რუბიომ დაურეკა მას, ვისაც ძალაუფლება აქვს ამ ქვეყანაში, ვისაც ძალაუფლებას ფხრობს მის წარმომადგენელს ირაკლი ყობახიძეს. შედგა სატელეფონო ზარი. ამ სატელეფონო ზარის შესახებ ჩვენ ბევრი არაფერი არ გაგვიგია, მაგრამ ირანის ელჩმა საკუთარ თავისუფლება მისცა, რომ მუქარანარევი განცხადებები გაეკეთებინა საქართველოს საზოგადოების მიმართ. და მან ხაზი გაუსვა არა მარტო იმას, რა შედეგები მოყვება ზოგადად თუ ამერიკელების მხარეს აღმოჩნდებით ამ დაპირისპირებაში. მან ხაზი გაუსვა, რომ თქვენ მოსახლეობაში რასაც ვლაპარაკობდით ჩვენ, ხო? ირანის საელჩოზე საელჩოს კიბებთან ხალხი იდგა და ხამენეის ანდრეს ჩევასრულებდა ყვირო და აი იმათ გამოყენებაზე გააკეთა აქცენტი. ანუ ის პრობლემა, რაზეც ჩვენ ვლაპარაკობდით, რომ ირანის სპეცსამსახურების ინფილტრაცია რა პრობლემურია და ამის გამო ამაზე ლაპარაკის გამო ადამიანებს დაკითხვას დაატარებდნენ, თავად ირანის ელჩმა დაადასტურა როგორც ბერკეტი საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ. როგორ ხედავთ თქვენ ამ დინამიკას, როცა თან ეს ამბები არ სრულდება ჩვენს ახლოს სამხრეთში და უფრო დიდი განვითარებაც ექნება აშკარად? პირველ რიგში აი ნახეთ ლოგიკური გაგრძელება არის ჩვენი წინა კითხვა-პასუხისა, როდესაც ჩვენ ვთქვით, რომ თავის შემთხვევაში ჩვენი უსაფრთხოების სისტემა რეაგირებს გარკვეულ მოვლენებზე და არ რეაგირებს სხვა მოვლენებზე, შეძახილები თქვა, ჩვენ მოვისმინეთ და გარკვეულწილად მუქარანარევი განცხადებები ბუნებრივია მოითხოვდა სახელმწიფო უწყებებისგან ძალიან მკაფიო რეაგირებას. ამიტომაც საუბრობ მე, რომ როდესაც ქვეყნის ტერიტორიაზე წესი ყველასთვის ერთი არის, ამ ხრივ კითხვა და პრეტენზია და პროტესტი ნაკლებად იქნება ეს შიდა აქტორის მხრიდან თუ გარე აქტორის მხრიდან. ეხლა ირანის მხრიდან განცხადება და ირანის ელჩის მხრიდან მე განცხადება ისეც შევაფასე, რომ ირანი ჩვენს ქვეყანას განიხილავს როგორც მისი ინტერესების განსაკუთრებულ სფეროს. ალბათ სხვა დატვირთვა და სხვა შეფასება ძალიან რთულია ამას მისცე, იმიტომ რომ
ტონალობა ამ განცხადების და გემახსოვრებათ რომ პირველი განცხადება რომელიც ბევრად უფრო მკვეთრი იყო მერე წაიშალა ამას მოყვა მეორე განცხადება მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ასეთი ჩაჭიდება და ასე ვთქვათ აი უწყვეტი ტონი და მიდგომა მოსმობს იმაზე რომ რაღაც პრეტენზია აქვს და ეს პრეტენზია გარკვეულწილად ალბათ შეგულიანებული არის ქვეყნის შიგნით არსებული პოლიტიკური ჰავით რომ არა ქართული ოცნების ისეთი დამოკიდებულება რომ ამ ხრივ წინაპირობა შეუქმნას კონკრეტულად ირანის ელჩს რომ გააკეთოს ისეთი განცხადება რომელიც დიპლომატიის აღიარებულ ფარგლებში ვერ ეტევა და გადის მის ფარგლებს მიღმა ალბათ აი ამ ორი ეს ვთქვათ უკიდურესობის ძალიან ორი ბოლოს ეს ვთქვათ თანხმედრი შეთამაშება არის მაგრამ ეს უბრალოდ ჩემი წაკითხვა არის რა და გარდა მაგისა რომ ეს არის გარკვეული თანხმედრა რომელიც შეიძლება ესეთი კვაზი ორკესტრირებული შტაბ-შტილების შეწყობის შტაბ-შტილებას ტოვებდეს ალბათ ირანის ელჩის მეშვეობით ასეთი ვერსიაც გამოითქვა რომ გარკვეული გზავნილი გაიგზავნა დასავლური სამყაროს მიმართაც რომ ის მდგომარეობა რომელშიც საქართველოს იმყოფება და საქართველოს ხელისუფლება ეს თითქოს და გამართლება არის იმ პოლიტიკასა რასაც ბალანსირებას უწოდებენ რასაც მულტივექტორულ პოლიტიკას უწოდებენ თუმცა აი მულტივექტორულზეც გუშინ საინტერესო მოსაზრება იყო თარგამაძესთან ვანო მაჭავარიანის მხრიდან ერთი რამს უნდა ვთქვათ რომ მულტივექტორულობა არ არის მხოლოდ ქართველთა გამოგონება და ვერ იქნება ეს ზოგადი ტრენდი არის დღეს სამყაროში და ამას მიმართავენ არა მარტო მცირე სახელმწიფოები არამედ საშუალო დიდი სახელმწიფოები მაგრამ მთელი პრობლემა იმაში გამოიხატება რომ ჩვენი პოლიტიკა მულტივექტორულიც არ არის იმიტომ რომ მულტივექტორულის ერთ-ერთი მთავარი ღერძი რასაც დასავლური ვექტორი ქვია არა თუ ამოვარდნილი არის არამედ ქართული ოცნების გადმოსახედან არის სულად დისკრედიტირებული და განეიტრალებული ძალიან ნიშანდობლივ იყო აი აშხაბადში რომ ის ცნობილი შეხვედრა იყო ხო პუტინიც რო იყო და კობახიძეც იქ და რომ ითქვა რომ აშხაბადში წდება ჩვენი ბედი აბა სადმე ყოფილიყო კობახიც ნუ აშხაბადში თუ წდება ასე წდება ჩვენი ბედი მაგრამ ნიშანდობლივ რა იყო იცი რომ აშხაბადში ყოფნაში კი არ არის პრობლემა რა თქმა უნდა აშხაბადში უნდა ვიყოთ რა თქმა უნდა საქართველოს ყოველთვის უნდა იყოს აშხაბადში მაგრამ იქ ყოფი სახელმწიფოების ყველა სახელმწიფო ირანის გარდა მაშინ იყო პერსონალურ პირად კომუნიკაციაში ამერიკის პრეზიდენტთან საქართველოს იყო გამონაკლისი საქართველოს და ირანი ვლადიმირ პუტინიც კი ყველა საერთოდ ანუ იქ შეკრებილებდნენ ჩვენი იზოლაცია გამორჩეული იზოლაცია არის თელს რეგიონში არ და ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყნის მეთაური სხვადასხვა ფორმით შეხვდა ან დიალოგშია დონალდ ტრამპთან ცენტრალური აზიის სახელმწიფოების სპეციალური ხელშეკრულება დაიდო მათთან სამხრეთ კავკასიის ორი ქვეყანა სპეციალური რეჟიმი აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოები სპეციალური ურთიერთობების ფორმატი ისინი მათ ისედაც თავი ქუჩი აქვთ ხო ნატოში არიან და ევროკავშირში იქ სხვა დინამიკაა კიდე მაგრამ მაინც და ჩვენ ვართ ასე იზოლირებული აი მულტივექტორულობა ძალიან ნიშანდობლივ მულტი სად არის აი სიტყვა მულტი ხო ბევრს ნიშნავს და რომელ ბევრზე ვლაპარაკობთ ხადია ჯერ ერთი აღნიშნოთ ერთი რამ რომ ქართული ქმედითი საგარეო პოლიტიკის შესანარჩუნებლად ჩვენ რა თქმა უნდა ვიყურებოდეთ ყველა შესაძლო მიმართულებით ეს ჩემთვის აპრიორი არის და რა თქმა უნდა ალბათ ამას განსაკუთრებული აქ საკამათო თუ არაფერი არის ეხლა ცენტრალურ აზიასთან მიმართებაში თავისთავად ხადია ჩვენ უნდა ჩავდიოდეთ ცენტრალურ აზიაში ჩვენ ხედავთ იქ მიმდინარე პროცესებს ოდესაც ეგრეთ წოდებული კონფიგურაცია C5 რომელიც ცენტრალური აზიების ქვეყნების გაერთიანებას გულისხმობს ტრანსფორმირდა და აზერბაიჯანის დამატებით გახდა C6 ამდენად ერთი რამ რასაც ჩვენ ხედავთ არა მარტო სამხრეთ კავკასიასთან მიმართებაში არამედ უფრო დიდ რეგიონთან მიმართებაში რომ ჩვენი დაერთება გლობალურ პოლიტიკაზე შეიძლება ხდებოდეს მხოლოდ რეგიონის გავლითა და რეგიონის მიმართებით თუ ჩვენ რეგიონში ჩვენ არ ვიპოვეთ ჩვენი ფუნქციური სარგებლიანობა და ჩვენი როლი რაც მათ შორის გულისხმობს სათანადო აქტორებთან გამართულ ღია კომპეტენციაზე და ღირსებაზე დაფუძნებულ კომუნიკაციას რა თქმა უნდა ჩვენ სხვაგვარად ძალიან გაგვიჭირდება რომ აი გლობალურ ასპარეზზე ჩვენი ადგილი ვიპოვოთ ამდენად ეს ფუნქციური საჭიროება ფუნქციური სარგებლიანობა რომელიც დღეს ქვეყანას დაკარგული აქვს და ჩვენ ხშირად ვამბობთ რომ საქართველოს დაბრუნება რეგიონში ეს არ არის მხოლოდ სიტყვათა წყობა არამედ ეს არის კონკრეტული საჭიროება და კონკრეტული დღის წესრიგი აი ამის გარეშე რომელიც ასეთ დიალოგში მონაწილეობას, ასეთ კომუნიკაციების შესვლას მოითხოვს და რაც თავარი არის ყველასთან ეს თქვა აი ორმხრივი მოძრაობის კუჩის პრინციპზე ურთიერთობების აწყობას ჩვენ რასაც გავცემთ უნდა ვიცოდეთ, მაგრამ ასევე უნდა გვესმოდეს ამ გაცემის შედეგად რასაც ვიღებთ. ამიტომ ეს ცენტრალური აზია იქნება, დასავლეთი იქნება, გლობალური სამხრეთი იქნება
ეხლა სხვა საკითხი არის ჩtildeოეთთან ურთიერთობა რასთან ჩვენ ტრადიციულად რუსეთის ფედერაციას გულისხმობთ, მაგრამ აქა ჩემი პოზიცია არის რა, რომ არის საკითხები, სადაც სასაუბრო არის ჩვენ უნდა ვსაუბრობდეთ, სადაც საკამათო არის ჩვენ უნდა ვკამათობდეთ და არის ისეთი წყობილწყება საკითხებიც, რომლებიც დღეს და ხვალ ალბათ ვერ იქნება განხილვადი და უკეთესი მომალისათვის უნდა იქნოს გადადებული, მაგრამ მულტივექტორული მიდგომა სწორედ ამ სხვადასხვა მიმართულებებით ნიშნავს იმას, რომ კორპორატიული ტერმინით რო ვისარგებლოთ, შენი ბექ-ოფისი, შენი ღერძი დასავლური ღერძი უნდა იყოს იმდენად მყარი, რომ ამ ღერძიდან ამ მომავალი სწორედ შენ თანაბრად გამართული, წელში გამართული ესაუბრებოდე ყველა შესაძლო მიმართულებას. კი, ბუნებრივად ძალიან ჩვენ გვაქვს ამის ამოცილება, შეიძლება იყოს წელში გამართული მყარად დასავლურ კურსზე და პირიქით, იგივე მეზობელი ქვეყნებისთვის, აზერბაიჯანისთვის იყო კომუნიკაციის წყარო და ეს დღეს ძალიან ირონიულია, რომ და ტრაგიკულია ირონიული კიდე არაზუსტი სიტყვა იყო დრო, როცა აზერბაიჯანი ჩვენი გავლით ელაპარაკებოდა ამერიკელებს, ჩვენი გავლით შედიოდა მოლაპარაკებებში, იყო დრო, როცა ბელარუსი ჩვენი გავლით შედიოდა მოლაპარაკებებში და ახლა პერსონალური კომუნიკაცია ამერიკის პრეზიდენტთან და ჩვენ საერთოდ რა ჯგუფში ვართ საერთოდ ვერც გაიგებ ქვეყნების. ეს არის ტრაგედია. დამატებული ღირებულება, დამატებული ფასეულობა ჩვენთვის, როდესაც ჩვენ ფუნქციურ საჭიროებაზე ვსაუბრობთ, არის ის, რომ იყოთ დასავლეთის გამხმოვანებელი რეგიონში, მაგრამ ამავდროულად დროს აღმოსავლეთს იმ რესურსის ფარგლებში, რაც ჩვენ გაგვაჩნია, ახლა ჩვენ ბუნებრივი ამ რესურსის მიღმა ვერ გავალთ, მაგრამ ვიყოთ შემავსებელი, რომ დასავლეთში აღმოსავლეთის ხმა ეს იქნება რეგიონი ჩვენი უშუალოდ უფრო ფართო რეგიონი იქნეს ქართული არხებით უფრო მეტად შესმენილი და შესმენილი და ველაპარაკა გეტყოდით რომ მაინც მარტივად შესაძლებელია რაღაც პატარა კორექტირება არის საჭირო რაღაცეებში თქო და დღეს ვსაუბრობთ ამაზე და გულწრფელად რო გითხრათ გონია რომ ეს ამის ძალიან რთულად მისაღწევი ამოცანა რომ საქართველოს ამ დისპოზიციაში გაჩნდეს ხელახლა დაიბადოს ამ რეგიონში. ამ დისპოზიციაში აღმოსაჩინად უმცირე აუცილებელი არის არც მეტი და არც ნაკლები ჩვენ ერთი მნიშვნელოვანი საშინაო დავალება განვახორციელოთ მოაწესრიგო ჩვენი შიდა ცხოვრება გავნორმალურდეთ. სიმართლე რო გითხრათ ეს განორმალურება ჩემთვის ახლა უფრო და ჩვენთვის უფრო მეტი პრიორიტეტი არის ვიდრე მაღალ გეოპოლიტიკურ ამოცანებზე საუბარი, იმიტომ რომ ამ სამზარეულოს დალაგების გარეშე ნებისმიერი დღესასწაული იქნება აბსოლუტურად შეუსაბამო. და ეს ბოლო საკითხი აუცილებლად მინდა რომ ამაზე ვისაუბროთ. მთელი ქართული საზოგადოების ყურადღება მიმართულია მართლმადიდებელი ეკლესიისკენ და ეს ბუნებრივია. პირველად ამოგდებელი საქართველოს ისტორიაში ეკლესიამ უნდა ერჩიოს ახალი პატრიარქი. ზოგადად სულ ბოლოს მართველი რომელი რეჟიმიც იყო იმის ჩარევის გარეშე ერთი რეჟიმი იყო ამ პერიოდში პატრიარქი აირჩიეს 1922 წელს ამბროს ხელა. მას შემდგომ საბჭოთა რეჟიმი ყოველთვის ძალიან ღრმად ერეოდა ხოლმე პატრიარქის არჩევნებში. ახლა ქართულმა სახელმწიფომ და საქართველოს ეკლესიამ პრეცედენტი უნდა შექმნას და მათ შორის ამ ვითარებამ უნდა გამოსცადოს ის დოკუმენტი, რომელიც განსვენებულ კათოლიკოსს ისახებოდა სწორედ ეკლესიის დამოუკიდებლობის, სუვერენულობის თავარდამცველად კონკორდატი. მე ამ საკითხებთან დაკავშირებით გასაგებია რომ ყველას აქვს თავისი აზრი და შეუძლებელი არც ქონდეს და უნდა ქონდეს კიდეც. საქართველოს ჩვენთვის უნიშნელოვანესი ისტორიული, კულტურული, სულიერი მნიშვნელობის ორგანიზაცია. მაგრამ როცა საჯარო პირადად ვლაპარაკობ, სულ ამ კუთხიდან მინდა რომ გავუსვათ ხაზი. რა მნიშვნელობის არის რომ კონსტიტუციური შეთანხმება შესრულდეს და სახელმწიფო და ეკლესია იყოს გამიჯნული და ეკლესია თავის გადაწყვეტილებებში თავისუფალი. ახლა სამწუხაროდ გონია რომ ეს გამოიცდება და მაინც და მაინც დიდი მცდელობა მართველი რეჟიმის მხრიდან ამისას ვერ ვხედავთ. თავისთავად ცხადია რომ ჩვენ პრეცედენტული არჩევნების წინაშე ვდგევართ, ვინაიდან გარდა იმისა რომ წინა არჩევნებიდან ამ არჩევნებამდე საკმაოდ დრო გავიდა და ამ დრომ არაერთი პოლიტიკური თუ გეოპოლიტიკური კონტექსტი და ფორმაცია მოიცვა. არის კიდევ ერთი გარემოება, რომ როგორც მესმის თვითონ შიდა განაწესი სხვადასხვა საკითხებში არჩევასთან დაკავშირებით ინტერპრეტაციის ველს და სივრცეს ქმნის, მაგრამ ჩვენი საუბარი ესეც არ მომხდარა არასდროს მაგითო არის ჩვენი საუბარი ძალიან ნიშანდობლივია ერთი ესეთი გამჭოლი სვეტით. ეს არის წესებზე დაფუძნებული ურთიერთობა და ჩვენ სიტყვა წესი და დაწერილი წესი არაერთ კითხვასთან მიმართებაში გამოვიყენეთ და ფაქტიურად დასმითი ნაწილიც კონკორდატის თემა შემოიტანეთ. სწორედ ამას ემსახურება რა, რომ ნორმალური ურთიერთობები, ნორმალური სახელმწიფო, ნორმალური ურთიერთობა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის პირველ რიგში ოფიციალურ გაწერილ
წესებს უნდა ეფუძნებოდეს. ალბათ ეს არის ის გარანტი თუ არა, ყოველ შემთხვევაში წინაპირობა, რომლის მოშველიებითაც ნებისმიერი გაუგებრობა შეიძლება მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი. აი როცა ჩვენ ვსაუბრობთ, იცით, ნებისმიერი აღნიშნა რევოლუციისა, ან თქვათ, ესე ძირეული ნახტომისა შეიძლება იყოს ვინმესთვის მიუღებელი, მაგრამ თავარი ალბათ გარდაქმნა ჩვენს გონებაში, რაც ჩვენ უნდა მოვახდინოთ, ეს არის რომ ვისწავლოთ წესებზე დაფუძნებული ურთიერთობებით ჩვენი ყოველდღიურობის მართვა. ალბათ ეს შემთხვევა, ეს არჩევნები ალბათ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ტესტი უნდა იყოს, რამდენად მომწიფდით ჩვენ, ან რამდენად შეიძლება განაცხადი გავაკეთოთ მწიფე პოლიტიკურ და არა მარტო პოლიტიკურ, არამედ პოლიტიკურ საზოგადოებრივ და საეკლესიო ერთობაზე, როდესაც წესებიდან ამომავალ პრინციპებზე ავაგოთ ის ურთიერთობა, რომელიც გნებავთ პატრიარქის არჩევნებს უკავშირდება თუ საერთოდ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ნებისმიერ ურთიერთობას. თვითონ კონკორდატი მიუხედავად იმისა, რომ ცალკეულ ნაწილებში მაინც ბუნდოვნობას ტოვებს და ორაზროვანი საკითხის საშუალებას, როგორც ასეთი ეს არის ჩარჩო დოკუმენტი. სულისკვეთება გასაგებია. ჩარჩო დოკუმენტი და ამ ჩარჩო დოკუმენტის თავარი ამოსავალი პრინციპი არის ერთი. ეკლესია არ ერევა საჯარო ცხოვრებაში, მაგრამ ასევე ხელისუფლება და პოლიტიკა არ ერევა საეკლესიო ცხოვრებაში. ამაზე უკეთესი გამიჯვნა ალბათ ძალიან რთული მოსაფიქრებელი არის. კი, და ძალიან სწორია, ეს არის თავარი, მე მგონი ძალიან ბევრი იბრძოლა თავად კათოლიკოსმა იმისათვის, რომ ამისთვის მიეღწია აქ იდეები ისმოდა ხოლმე სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ და თავად მისთვის იყო ეს რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფო მართავს ეკლესიას, ხო? სახელმწიფო ეკლესიების, სახელმწიფო რელიგიები სადაც არსებობს, იქ ვიცით როგორც მიმდინარეობს ეს პროცესი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სულისკვეთება ყოველ შემთხვევაში შევინარჩუნოთ და აღდგეს ის ზღუდეები, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ეკლესიის თავისუფლებისათვის. მაგრამ ჩვენ ისიც უნდა ვთქვათ და ვაღიაროთ, რომ ერთი არის წესი, მაგრამ მიდრეკილება წესების დარღვევისადმი სწორედ იმ პოსტსაბჭოური წარსულის ერთ-ერთი გამონათება არის და გამოვლენა არის. რამდენად გაუძლებს როგორც საეკლესიო წრეები, ასევე საჯარო წრეები, რომ გაუძლონ ამ სტუნებას, რომ არ გადააბიჯონ წესს და არ შემოგთავაზონ მორგრიგ მანკიერება, ალბათ ეს კიდევ ერთხელ მოვაბობ, არა მარტო ქართული ეკლესიის ავტონომიურობის, არამედ მომავალზე ქართველთა განაცხადის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი იქნება. გეთანხმებით, ვიქტორ ყიფიანი იყო ჩვენთან ერთად ინიციატივა ჯერ საქართველოს თანადამფუძნებელი. მადლობა ძალიან ბატონო ვიქტორ. დაგემშვიდობებით, ახლა ჩვენ ავგან სადიგოვის საქმეზე უნდა გავაგრძელოთ საუბარი, ეს ნიშანდობლივ ამბავია და ჩვენ ბოლომდე მივადევნოთ თვალი რა მოხდა. ბევრს გონია რომ ვინ გადარდებთ ის წერენ ხოლმე გადაყევით ამ აზერბაიჯანელს. შეიძლება აზერბაიჯანს გადაყევით, ადამიანებს არ უნდა გადავყვეთ ჩვენ ქვეყანაში ცხოვრებს. მე რა მნიშვნელობა აქვს აზერბაიჯანის მოქალაქეებს საქართველოს ღამის 4 საათზე რომ სასამართლოს დღეს აზერბაიჯანის მოქალაქეს ჩაუტარებენ, ხალე თქვენ ჩაგიტარებენ ღამის 4 საათზე სასამართლოს. და მე სტუმარმასლობის ქვეყანაში და ვაჟებშავოს ქვეყანაში საფრთხე რო ემუქრება კაცს და შენ ქვეყნიდან რო გააგდებ და ისეთ ქვეყანაში რო გააგდებ, სადაც შეიძლება აწამონ. ეგ რანაირი სტუმარმასლობა, ეგ არ უნდა გვადარდებდეს, ეგ ქართულ ღირსებას არ ეხება. თამთა მიქელაძე ჩაგვერთვება ახლა სადიგოვის ინტერესების დამცველი სოციალური სამართლებრივი ცენტრის ხელმძღვანელი. თამთა, დედამშვიდობისა, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. თამთა, მეც მესმის კი. თამთა, მე როგორც ვიცი თქვენ გქონდათ უკვე კომუნიკაცია სადიგოვთან, რომელიც ბაქოშია, ის დროებით, იმედადროებით არა, მაგრამ ფაქტია რომ გაათავისუფლეს. როგორ არის ის და რას ხობა, რას მოხდა მის თავს იმის შესახებ? ხო, გუშ შაბათი და კვირა ძალიან მძიმე იყო ჩვენთვის, როგორც ამ ადამიანის უფლებადამცველებისთვის. ჩვენ დაახლოებით 2 აპრილიდან ვიეჭვეთ, რომ რაღაც არაორდინალური შეიძლება მომხდარიყო და ჩვენთვის გაუთვლელი საფრთხების წინაშე დამდგარიყო ეს ადამიანი. ხო, ეს მოხდა მაშინ, როცა მოულოდნელად 2 აპრილს გავიგეთ, რომ 1 აპრილს აზერბაიჯანმა მის მართვის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა და ექსტრადიცია გამოიხმო და ჩვენ ამ გადაწყვეტილების ახსნა არ შეგვეძლო იმ დროს, რომ მათ შეიძლებოდა კარგი მოტივები ქონოდათ, ამას ცხადია რომ ვერ დავიჯერებდით. თან იმ ფონზე, როცა ვიცოდით, რომ გარკვეული მაღალი თანამდებობის პირები და გავლენიანი აქტორები იმყოფებოდნენ თბილისში, იგეგმებოდა გარკვეული ვიზიტები, თუმცა არ ვიცოდით რომ ეს უშუალოდ ალიევს უკავშირდებოდა და მუდმივი ეჭვებისა და რისკების განცდა ჰქონდა. თუმცა ის რომ მოვლენები ასე სწრაფად განვითარდებოდა და მეორე დღეს როგორც კი სასამართლომ გირაო და ქვეყნიდან გასვლის შეზღუდვა მოუხსნა მას, რომ რაღაც ახალი პროცესი დაიწყებოდა, რომელსაც დეპორტაციასაც დაუკავშირებდნენ. ხო და საბოლოოდ რამდენიმე საათში გააძევებდნენ ალტერნატივების შეთავაზების, მათ შორის
ნებაყოფლობით ქვეყნიდან გასვლის შეთავაზების გარეშე ამას ვერ წარმოვიდგენთ. ამ ინტენსივობას და ამ უსამართლობის აი ესეთ ხარისხს მაინც ვერ წარმოვიდგენდით. ახლა ერთი კითხვა მაქვს და მოდი ჩვენ შეიძლება ვიცოდეთ კიდეც და ხშირად ამ თემაზე ხშირად გვისაუბრე, მაგრამ მაყურებლის კიდევ ერთხელ რო განმარტოთ, ვინ არის ავგან სადიკოვი? ანუ ნახე, ამ ხელა სპეცოპერაცია ორი სახელმწიფოს მიერ ჩატარებული, ხო? რა ვიცი ხა ის ხო არ არის რომელიღაც ტერორისტული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ნამდვილად არ არის, ხო? რაღაცა საფრთხეს უქმნის სახელმწიფოებს. ვინ არის ის? რას საქმიანობს, რა უნდა და რატომ არის ინტერესის ობიექტი ამ ორ სახელმწიფოში? იცით, ავგან სადიკოვი გარკვეულწილად აზერბაიჯანის კონტექსტი თქვენ ისეთ როგორც არის, იქ ინსტიტუციონალიზებული მედია პლატფორმები აღარ არსებობს, ყველაფერი დახურულია. რამდენიმე მედია გარედან, ასე ვთქვათ, რელოკაციის პირობებში ფუნქციონირებს, მაგრამ ალიგოზე რჩებიან ხო გარკვეული ადამიანები, რომლებიც YouTube-ზე ალტერნატიულ მედია არხებს ქმნიან, მაუწყებლობენ, კორუფციას ავლენენ, კრიმინალურ პრაქტიკებზე საუბრობენ და სადიკოვიც პრინციპში ეს იყო, მას ყავდა ძალიან მცირე გუნდი, რომელიც კიდევ უფრო მეტად შეთხელდა დროსთან ერთად და ის რეალურად აი აშუქებდა აზერბაიჯანში მიმდინარე ამბებს, ერთად კორუფციის საკითხებს. და ავტორიტარიზმის ლოგიკა ასეთია, რომ ხო, თავდაპირველად მან შეიძლება უფრო ცნობილებს, ძლიერებს, ხო, რესურსების მქონე აქტორებს დაარტყას, პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერებს, ცნობილი და გავლენიანი მედია ორგანიზაციების ლიდერებს, მაგრამ ის საბოლოოდ მიდის ყველასთან, ვინც არ ეთანხმება რეჟიმს. და ვთქვათ, ავგან სადიკოვი, რომელიც მის მეგობრებთან და მეუღლესთან ერთად სწორედ ესეთ მედია პლატფორმას მართავდა YouTube-ზე და ხშირად ინდივიდუალურადაც პოზიციონირებდა როგორც ბლოგერი, ხო? აი მისი დევნისთვისაც ყველაფერი გაკეთდა აზერბაიჯანში. ის რამდენჯერმე იყო ადმინისტრაციული წესით დაკავებული, ორჯერ იყო სისხლის სამართლის წესით დაკავებული, სრულიად ფაბრიკაციული ბრალდებებით, არაერთხელ გახდა წამების მსხვერპლი, მოკლედ ძალიან მძიმე ისტორიები ჰქონდა უკვე აზერბაიჯანში. და საბოლოოდ მან როცა აზერბაიჯანიდან გამოსვლა ჯერ საქართველოში და საქართველოს მესამე ქვეყანაში გადასვლა მოინდომა, ამის უფლებაც არ მისცა საქართველომ აზერბაიჯანისგან მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე. და ისე რომ მას ჯერ ბრალი წაყენებული არ ჰქონდა და ექსტრადიციის მოთხოვნა არ იყო დაწყებული, დე ფაქტო საქართველომ ის გამოკედა საქართველოში და მე უკვე რამდენიმე დღეში ბრალი წაუყენეს და საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდეს. მოკლედ იმის თქმა მინდა რომ სადიკოვის საქმე ხო, აი თქვენი მაყურებლისთვის, რომელიც ამბობს, რომ რას გადავიდეთ, ხო, იმიტომ რომ შესაძლოა მისთვის ეს ჰუმანური ფაქტორები არ არის მნიშვნელოვანი, მაგრამ და ვერ ხედავს ამ საქმის პოლიტიკურ მნიშვნელობას. ჩვენ და კარგად გვესმოდეს, რომ სადიკოვის საქმე ძალიან ცუდად ვიტყო, მაგრამ ეს შეიძლება ჩვენი მომავალიც იყოს და ის და გვაფხიზლებდეს, რომ რაღაც ესეთი ჩვენ საზოგადოებას და ქვეყანას არ დაემართოს, სადაც ჯერ განადგურდებიან ესეთი უფრო ხილული, ხო, გარკვეული რესურსების და ძალაუფლების მქონე ჯგუფები პარტიულ საზოგადოებრივ თუ მედია სივრცეებში და მერე მოვლენ ყველასთან, ვისი აზრიც არ მოეწონებათ, ხო? ვინც უთანხმოებას აჩვენებს რაღაც მასშტაბით და აი ეს ტოტალურობა კონტროლის დაქვემდებარების რა ხარისხამდე მიდის და როგორ შეიძლება რამდენიმე წელი რეჟიმმა დაიმახსოვროს, შური იძიოს, არ გაახაროს, ქვეყნიდან გაქცევის უფლებაც კი არ მისცეს ადამიანს, იმიტომ რომ არავინ არ უნდა დაარჩეს დაუშელი, ხო? ანუ რეჟიმის მკაცრი ხელი ყველა ცხოვრებაზე უნდა აისახოს. აი წარმოიდგინეთ, ხო, რა აქ არ მისცეს შესაძლებლობა რომ საქართველოს დაეტოვებინათ, გასულიყო. ქართლოსებასაც ჰქონდა ამის შანსი, აზერბაიჯანსაც ჰქონდა შანსი, თავს ნაკლებად აიტკიებდნენ. ონლაინ პლატფორმები იქ შეზღუდულია, რეგულირებულია, ხო? საფრანგეთიდან ხა სადიკოვის YouTube ჩანელი იქ ხალხს დიდ გავლენას არ მოახდენდა, ხო? ხო, ანუ აქ რაღაც იცი როგორ რაღაცაა? რაღაც ისე ფუთავე რომ ეს ადამიანი თითქოს აი ალიევის რეჟიმს აი მოდი ამ წუთას საფრთხეს უქმნიდეს რომ აი ამის გამო ალიევის რეჟიმს შეიძლება რაღაც სერიოზული პოლიტიკური გამოწვევები შეექმნას, ხო? მოდი ვილაპარაკოთ რეალურად ეს ასე არ არის, ეს არის ტყუილი. ეს ასე არ არის, რა თქმა უნდა, ირაკლი. ხო, იმიტომ რომ ის არ არის ორგანიზებული პოლიტიკური გაერთიანების ლიდერი, ის არ არის გავლენიანი რესურსების მქონე მედია ორგანიზაციის ლიდერი, მაგრამ აზერბაიჯანში დღეს კონსოლიდირებული ავტოკრატია. აბდულ აუჯალანი ხო არ არის მართლა რაღაცა რომ რაღაც საფრთხეს ქმნიდეს, არ არის, არაფერი ეგეთი არ არის, ხო? და სხვა შორის ეს ინდიკაცია არის. მაღალი საერთაშორისო, ხო, რაღაც გავლენები აქვს და კონტაქტები აქვს. მაგრამ აი ეს პრინციპი, ხო, რომ ესე იგი ავტოკრატიას
უნდა ავტოკრატია უნდა რომ თავი მოაჭრას, დასაჯოს, დაიქვემდებაროს, დეჰუმანიზება გაუკეთოს ყველას, ვინც რაღაც მასშტაბით მაინც ცდილობს მასთან უთანხმოებას, ეს არის მისი ლოგიკა. სადიკოვი არის ჩვენთვის შესაძლებლობა რაღაცა ტიპის სარკე და გამოფხიზლების შესაძლებლობა, რომ ჩვენ იგივე არ დაგვემართოს. ხო, ამიტომაც ამ საქმეზე ყურადღება, ამ საქმეზე სოლიდარობა, რაღაცა ტიპის იმ კატასტროფულ მომავალში თვალების ჩახედვა, ხო, რომელიც ჩვენს ქვეყანაში შეიძლება დაადგეს. და თვითონ ამ სადიკოვის რაც დამართა ქართულმა ოცნებამ, როცა პირველად ჩვენი დამოუკიდებლობის ისტორიაში ღია და დემონსტრაციულად უარყო ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, როცა არ გამოავლინა არანაირი ჰუმანიზმი, რომ თუნდაც ნებაყოფლობითი ქვეყნიდან გასვლის უფლება მიეცა, ოჯახთან გაერთიანების უფლება მიეცა, ხო? ან რასაც ისინი აკეთებდნენ ეს უაზრო პატიმრობები საფუძვლის გარეშე აშკარად შეთითქმულდა ფაბრიკაციულ საქმეზე და ამდენი თვე გამოკეტეს ხო პატიმრობაში სანამ სტრასბურგ არ გამოუშვა 9 თვე ისიჯდა პატიმრობაში ხო და 62 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოფისის გამოწერა პროტესტთან კავშირში და ჯარიმება რამდენი 100,000 ლარს გადააჭარბა უკვე აღარც მახსოვს ხო აქ ამ მისმა ბიოგრაფიამ აი ამ ისტორიამ საქართველოში ყოფნის გამოავლინა თავად ჩვენი რეჟიმის ბუნება ხო? ამიტომ ეს საქმე ნიშანდობლივი საქმეა, ძალიან სიმპტომატური საქმეა და ის ძალიან ბევრ რამეს მეტყველებს ქართული ოცნების ძალაუფლების ბუნებაზე და იმ შესაძლო მომავალზე და საფრთხეებზე, რომელიც ჩვენ შეიძლება შეგვიძლია. მე თამთა სულ საუბრობ ამაზე, აი თქვათ ვიღაცამ შეიძლება ჩათვალოს, რომ და მოქალაქე შეიძლება ქონდეს საქართველოს მოქალაქეს ამის უფლება, რომ ნუ ახლა ავგან სადიგოვის გამო მოდი ნუშავნოთ კონფლიქტ ჩალებთან, გავიგე რომ მას აი თავის ხასიათების კაცი არის. მოდი გავამარტივებ მესმის გავაპრიმიტიულებ ამ ნათქვამს რა გაგებით, იცი? რომ თავის ხასიათების კაცია ჩვენი მეზობელია, ხა ჩვენი საქმე არ არის, ჩვენი მოქალაქე არ არის და მოდის მისი ქვეყნის მოქალაქის გამო კონფლიქტში ნუშავალთ მასთან. რა მინდა ავხსნათ, იცი? რომ არსებობს სივრცე, სადაც ალიევთანაც არ შედიხარ კონფლიქტში თქვათ და ამავდროულად თავსაც არ იჭირდა ავგან სადიგოვსაც ამას არ უშრები. ანუ საქართველოს მმართველ რეჟიმს შეეძლო რომ სადიგოვი ისე გაეყვანა ამ ქვეყნიდან არ მიეცა მისთვის გასვლის საშუალება რომ ეს არ მომხდარიყო, ის არ აღმოჩენილიყო ისეთ ქვეყანაში და ისეთ საზოგადოებაში სადაც მას შეიძლება წამება დაემუქროს. ანუ ეს შესაძლებელი იყო რომ არც აქ მოგვეჭრა თავი და არც იქ გაგვეფუჭებინა ურთიერთობები. აი ამაზეც რომ თქვათ 2 სიტყვა. აზერბაიჯანი, რა თქმა უნდა აზერბაიჯანელი ხალხი ჩვენთვის ძალიან ახლობელი ისტორიული, კულტურული გაგებით ახლობელი ხალხია და ჩვენ ბუნებრივია რომ მაღალი გვაქვს ხო სოლიდარობა, ემპათია ამ ადამიანების მიმართ და აზერბაიჯანი როგორც სახელმწიფო რა თქმა უნდა არის მნიშვნელოვანი ეკონომიკური პირველ რიგში პარტნიორი საქართველოსთვის, თუმცა ჩვენ ისიც უნდა ვაღიაროთ რომ აზერბაიჯანი არის კონსოლიდირებული ძალიან აგრესიული ავტოკრატია, რომელიც ახერხებს რეგიონში საკუთარი დღის რიგის შემოტანას, ახლახაზღან სომხეთთან, ხო, კონფლიქტის მოგვარება, ომისა და შეერაღებული კონფლიქტის გზით მოინდომა და საკმაოდ დიდი გავლენები მოიპოვა, კიდევ უფრო მეტი გავლენები მოიპოვა რეგიონში და ამიტომ შენ პარტნიორთან, რომელიც ამავდროულად ავტოკრატია, უნდა ძალიან მკაცრად დაიცვა თამაშის წესები, იმისთვის რომ მათ შორის შენ არ აღმოჩნდე, ხო, მისი დომინაციის ქვეშ, ეკონომიკური თუ სხვაგვარი დომინაციის ქვეშ. მაგრამ ჩვენ ქართულ ოცნების კონტექსტში ვხედავთ რომ აი რაღაც ეტაპზე ხო როცა მათ განსაკუთრებულად ძიმე კრიზისი შეექმნათ საერთაშორისო თანამშრომლობაში და საერთაშორისო დონეზე აღიარებაში ევროპული, ამერიკული ხო ძირითადად დასავლური აქტორების მხრიდან მათ მოინდომეს გამხდარიყვნენ აი ამ ავტოკრატების კლუბის წევრი ხო და აი ამ კლუბის წევრობა გზის გამხსნელი მათთვის ძალიან ადვილად შეიძლება გახდეს აზერბაიჯანი. ხო, ამიტომაც ისინი მიეწევდნენ ალიევს და ამ გზით იმედოვნებენ, რომ ხო, ერთის მხრივ ეკონომიკურ დაინტერესებას შექმნიან სხვა აქტორების და ნუ მეორეს მხრივ უკვე თამაშის წესებს შეცვლიან დასავლეთთან, როცა ხო, აი რეგიონის ავტოკრატულ ძალებთან ერთად იტყვიან, რომ იცით რა, ხა როგორც გინდათ გვაღიარეთ, აღარ მოგთხოვთ დემოკრატია, მაგრამ connectivity-ის პროექტი გააკეთეთ, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა განავითარეთ და მიგვიღეთ ისეთები, როგორებიც ვართ. ამიტომაც რაღაცნაირი ალტერ ეგო გახდა
და ალიევის რეჟიმი მათთვის და მათთან მოკავშირეობა ძალიან მნიშვნელოვანია იმ გეოპოლიტიკური და პოლიტიკური პრობლემის გადასაწყვეტად, რომელიც აქვს. და მე მახსოვს ირაკლი ღარიბაშვილი ხშირად ციტირებდა ალიევს როგორც ბრძენ პოლიტიკოს და მე მგონია რომ აი საწყის ეტაპზე მაგალითად სამხალხო საზოგადოების განადგურებისთვის რაც გააკეთეთ კანონების მიხედვით და სხვადასხვა ტიპის განაწყვეტილებებით ეს ტექნოლოგიურად ძალიან გავს ბევრი რამე იმას რაც აზერბაიჯანში ხდებოდა. ხო, ამიტომ ისინი ავტოკრატიის მშენებლობის პროცესშიც გარკვეულ ტექნოლოგიებს აკოპირებენ და იციან ეს როგორ გააკეთონ, მათი დიდი ძმისგან სწავლობენ, მაგრამ ამავდროულად ამ გეოპოლიტიკურ კონტექსტში ხო ცდილობენ აი მოკავშირეობას მე ცოტა სხვანაირად უყურებ ალიევსაც მე მესმის ას ლაპარაკობ ეს პრობლემური ნაწილებია ნამდვილად თუმცა ამასთან ერთად ერთი რამ აღსანიშნავია ალიევების აზერბაიჯანი არის რამის ერთადერთი შიიტური ქვეყანა შიიტი მოსახლეობით უმრავლესობაში სადაც ირანმა ვერ შეძლო ტერორისტული ქსელის აშენება ეს არის ალიევის დიდი დამსახურება და ამ კაცის მადლობლები უნდა ვიყოთ ამ რეგიონში იმიტომ რომ ის რომ ირანმა აქ ტერორისტული ქსელის აშენება ვერ შეძლო სამხრეთ კავკასიაში ამ ფორმით არის ამ რეგიონში მეტნაკლების სტაბილურობის ერთ-ერთი გარანტი თუმცა გასაგებია ეს არ ხსნის არაფერს და არ ამართლებს იმას რაც სხვა მიმართულებით ხდება თქვენ კოლეგებს ან აზერბაიჯანელ ჩემ კოლეგებს და ძალიან ბევრ მოქალაქეს რო ველაპარაკოთ ქვემოდან რეალობა არის სხვანაირი იქ ხალხი არის უბედური ღარიბი რეალობა სხვანაირი არ არის ანუ ირანული ტერორისტული ქსელი იქ არ არსებობს არ ზემოდან და არც ქვემოდან კი ავტორიტარული ქვეყანა უბრალოდ ტერორისტული ქსელი არ არსებობს ხო და რაიმე ლეგიტიმურობას აძლევს რომელიმე რეჟიმს ხო მაშინ ჩვენ როგორ არ აძლევს ნებისმიერ ანუ რომ ეგეთია ჩვენი სამყარო. არ თუ ისე კარგი სამწუხარო, მაგრამ რაღაცები არის რანჟირება ხდება, ხო? ვინ უკეთესია და ვინ უარესი, იმის გაგებით არის თუ არა ტერორისტი მაგალითად და ტერორისტებს უწყობს თუ არა ხელს და სამწუხაროდ ჩვენ საქართველოს აღმოჩნდა ქვეყანა, სადაც ირანმა ტერორისტული რესურსს ვერ დავარქვით ახლა ნამდვილად, მაგრამ თავის სპეცსამსახურებს რაღაცა ქსელი ააწყო. ეს შეუძლია ტერორისტთა ბრძოლა ირაკლი და ამისთვის ავტოკრატიის მშენებლობა და ენრაოდენობით პოლიტიკური პატიმარი და ციხეებში ადამიანების ამოხოცვა არ სჭირდება. მე არ მithქვამს ეგ პროექტ საჭირო არ მე ვთქვი რომ არსებობს ეს მხარე და არსებობს ის მხარე თორე საერთოდ არ ვიძახ რა კორელაცია მაგ ორ შორის. ეთახმები მაგნაძლში რატო ლაპარაკობთ ამ საქმეზე მათ შორის რომ ჩვენ არ გვინდა რომ ეგეთ ქვეყანაში ვიცხოვროთ, ხო? ჩვენ სხვანაირ ქვეყანაში გვინდა რომ ვიცხოვროთ. პრინციპულად სხვანაირ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ, სადაც არც ირანული სპეცსამსახურების გავლენა იქნება და დემოკრატიული წესების დაცული იქნება. საქართველოს ეგ შეუძლია. თანთა მადლობა ძალიან. კომარეობა ალბათ მისი ხო, იმიტომ რომ მათ შორის იყო ქართული ოცნების მომხრეების მხრიდან ეს ქილიკი, რომ აი არ მოკლეს ხო, გუშინ ჩავიდა და სახლშია. ძალიან მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ მას რა საფრთხები დაემუქრება ჩვენ არ ვიცით. და სხვა კონტექსტებშიც სადიგომა გაიხსნა შემთხვევები, როცა პირის გადაცემა მოხდა, მას იმისთვის რომ კავშირი აი პირველ ამ გამოცდილებასა და მომავალ შორის არ გაჩნდეს ხო რაღაც პაუზას აკეთებს რეჟიმი და შემდგომში ახალი დანაშაულის წყალებში ინსცენირება ხდება. სადიგოს ესეთი ფაბრიკაციული საქმეები ორჯერ შეუკერეს სრულიად გამოგონილი საქმეები მას არანაირი კავშირი არ ჰქონდა საერთოდ ამ ადამიანებს არც კი იცნობდა. მაგრამ თქვათ იტყვია რომ აშანტაჟებდა ან ფულს გამოძალავდა ან იტყვიან რომ ქუჩაში ვიღაცას დაუწყო პროვოცირება ერთ-ერთი ბრალი ასეთი ჰქონდა და რაც ორი მოწმეა და ამით თავდება საქმე და იკვრება აზერბაიჯანულ სასამართლოებში. ამიტომ ის რომ უსაფრთხოდ არის სადიკოვი ჩვენ ამას ვერ ვიტყვით, არსებითად ის დღეს ხო მთლიანად რეჟიმის ტყვეობაში ამას მთლიანად მისი კონტროლის ქვეშ არის. აი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ტესტი იქნება ის მას მისცემენ თუ არა ახლა ქვეყნიდან გასვლის უფლებას, იმიტომ რომ ფორმალურად მის მიმართ დევნა არ არის. ხო, ის აიღებს რამდენიმე დღეში პასპორტს, იმედია მისცემენ, იმიტომ რომ სრულიად მოულოდნელად გავიგეთ, რომ პასპორტის დეაქტივაცია გაუკეთა აზერბაიჯანმა და აი ამ დღეებში ჩვენ მისი გაყვანა სწორედ ამიტომ ვერ შევძელით ქვეყნიდან. ამიტომ უახლეს დღეებში აი სადიკოვს ამ უფლებას მისცემს თუ არა აზერბაიჯანი, გამოჩნდება ტესტი. კი, ეს იქნება ტესტი და სხვა შორის რაღაცნაირად კი ქვეყნიდან გააგდეს, მაგრამ მის სიცოცხლეს და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ამათ არ მოცილებიათ, მას თუ იქ რამე დაუშავდება, ამათი ბრალი იქნება პირველ რიგში. ჩვენი მართული რეჟიმის. ეგ კარგად უნდა დაიმახსოვრო რა. იმით რომ ქვეყნიდან მოიშორეს, პირიქით პასუხისმგებლობა მოემატათ მათ. ერჩინოდეთ რომ აქ ყოლოდათ და ნაკლებად თვითონ უზრუნველყოთ უსაფრთხოება. თამთა მადლობა ძალიან დიდი. თამთა ავგან სადიგოვის უფლებადამცველია და სოციალური სამართლებრივი ცენტრის ხელმძღვანელი თამთა. დაგემშვიდობებით. ახლა განათლების თემაზე უნდა გადავიდეთ.
ქვეყანაში ზვირდება განათლების მიღება და ზვირდება იმ უნივერსიტეტებში, სადაც უნდა სტუდენტებს ჩაბარება, კერძო უნივერსიტეტებში, ხო, სადაც ითვლება, რომ შედარებით უფრო კარგი სწავლების ხარისხია, თუმცა იმ ფონზე, როდესაც სახელმწიფო უნივერსიტეტები ინგრევა და უქმდება საერთოდ ისლამის ერთადერთ შესაძლებლობად რჩება ბევრისათვის. დღეს აბიტურიენტების რეგისტრაციის დღე არის, გამოქვეყნა აბიტურიენტთა ცნობარი დოკუმენტი, რომელიც წესით მომავალი სტუდენტებისთვის თავარი სახელმძღვანელო უნდა იყოს. ბევრი სპეციალისტის შეფასებით ეს დოკუმენტი ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას და ვერ აკმაყოფილებს მინიმალურ სტანდარტსაც კი. მარიამ დალაქიშვილია სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და ლევან მიზანდარი მასწავლებელი არიან ჩვენთან ერთად. მოგესალმებით, მადლობა ძალიან დიდი რომ ხართ ჩვენთან ერთად. მოდით ამ ცნობართან დაკავშირებით ვისაუბროთ პირველ რიგში, ხო? რა სისუსტეები აქვს ამ ცნობარს აბიტურიენტთა ცნობარს, რა უნდა იცოდნენ აბიტურიენტებმა და მათმა მშობლებმა. მე მგონი ეს თან ყველაზე მნიშვნელოვანი წელი ადამიანის ცხოვრებაში, პირველ 20 წელიწადში ნამდვილად სკოლას ამთავრებს და ყველას ჰქონია ეს გამოცდილება და ამ დროს ნერვიულობა ბუნებრივია, მშობლების სანათესაუსი და ამ ხალხს დაატეხეს თავზე უბედურება კიდე იქით, რომ ვერ უნდა გაიგონ რა ხდება საერთოდ განათლების სისტემაში. მაგრამ გთხოვთ. მადლობა. ბევრი მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია ეს, რაც დღეს ხდება, როგორც თქვენ ბრძანეთ, აბიტურიენტებმა უნდა მიიღონ ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, შემოხაზონ უნივერსიტეტები და პროფესიები, რასაც აირჩევენ. ხარვეზებს რაც შეეხება, მთელი ეს პროცესი ძალიან ხარვეზიანია და საერთოდ დღეს დილით რომ მოვიდიოდი გადაცემაში, ვფიქრობდი, რომ ადამიანებზე საერთოდ არ არის ეს პროცესი გათვლილი. სრულად დაკარგული არის ადამიანი ამ იმაში, იმიტომ რომ ჯგუფებს უყურებდი მათ შორის აბიტურიენტების, სადაც წერენ, მაგალითად მე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ვარ და დაეძებენ ილიას უნივერსიტეტში სოციოლოგიის პროგრამას მაგალითად, საერთოდ ვერ მიაგნეს დაწყებითი პედაგოგიკის მიმართულებას, იმიტომ რომ წელს რატომღაც ამაზე საერთოდ არ არის მიღება. სრულად გაუგებარია ის ადგილების რაოდენობა, როგორ არის გადანაწილებული. და ამ ნაწილს რო თავი დავანებოთ, პრობლემურია ის, რომ მითითებული არ არის რომელი პროგრამაა 3 წლიანი, რომელი 4 წლიანი. მოგიხსენებათ ეს შეცვალეს, ხო? არ არის მითითებული კრედიტების რაოდენობა. და ვთქვათ ეს 1 მაისიდან იქნება შესაძლებელი. თანდათან შემატონ ის ძირითად რაღაცები, რაც ადამიანებს წინასწარ უნდა იცოდნენ. კი ბატონო, დიახ, თანდათან შეემატება როგორც ჩანს. თუმცა ძალიან მიჭირს გადაჭრით თქმა, იმიტომ რომ ჩვენ ყველა ფეხის ნაბიჯზე თან ამ არასტაბილურ გარემოში ვართ, სადაც აი ეს რაღაცები, რასაც მატებენ, ხან აკლებენ და ეს უსაფრთხოების განცდას ძალიან არღვევს, როგორც აბიტურიენტებისთვის და მათი მშობლებისთვის, ასე უმაღლესი სასწავლებლებისთვის, ლექტორებისთვის, ადმინისტრაციისთვის, სკოლებისთვისაც მათ შორის. ლევან, როგორ უყურებთ თქვენ ამ პროცესს ახლა? თან აი მოდამ ცნობარიდან რომ დავიწყოთ, რა მნიშვნელობის არის ეს დოკუმენტი აბიტურიენტებისათვის? აი თქვენ უშუალოდ გამოცდილებაც გაქვთ ამის. საერთოდ უნდა ვთქვათ, რომ ბუნდოვანება არის ხელწერა ამათი, რომ რაც უფრო ბუნდოვანია დოკუმენტი, რაც უფრო ხანგრძლივად იწელება დროში და ჩვენ ყველანი ვართ ამ ყველაფერზე დამოკიდებულნი, პედაგოგებიც, მშობლებიც და ყველაზე მეტად აბიტურიენტებიც, აბსოლუტური გაურკვევლობა ახანგრძლივებს ამათ ქმედით უნარიანობას. ეს არის ყველაზე აი ახლა თქვენ რო თქვით ილიაში ხმეც ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში ვასწავლი დაწყებითი პედაგოგის მომზადების 300 კრედიტია. ჩვენთანაც უქმდება, ხო? ჩვენთანაც აღარ არის მილევად რეჟიმში გადავიდა უკვე ეს პროცესიც და აბსოლუტურად გაურკვეველია ხა რაზეც ვისაუბრეთ, ხო? ანუ ეს პროცესი სინამდვილეში არის რაღაც მაინც 3 წლიანი პროცესი უკეთეს შემთხვევაში, როცა მილევად რეჟიმში გადასული პროგრამები დამთავრდება 3 წლის შემდგომ, ხო, საბოლოოდ ამოიწურება. ანუ რაღაც ამ 3 წელიწადში იქნება ცვლილების დრო იყოს, მაინც რომ რაღაც ყველაფერი საბოლოოდ არ დაინგრეს. ნუ გასაგები რომ ახალების მიღება ეს თავიდან დაწყება ძალიან რთული იქნება, მაგრამ ნუ რაღაც ცეცხლის კერა მაინც რაღაცნაირად დარჩება ეს 3 წელიწადი, ამას შეიძლება არ გაყარუნეს ხალხი. რაც უფრო დიდხანს დარჩებიან ხელისუფლებაში, ყოველი დღე დაგვაცილებს ჩვენ ცივილურ სამყაროს. ეს არის ყველაზე უფრო აი ამიტომ ვთქვი რომ ადამიანები არიან დაკარგულები თქვენ, იმიტომ რომ ეს ფართო სურათი შეიძლება ვთქვათ რომ აი რაღაცა დროის მერე ეს გამოწერა, მაგრამ წელს ხო ეს ადამიანები აბარებენ. ეხლა ჩვენ ამ ადამიანების ცხოვრების ბედი წდება, ხო? 5 წელიწად შეიძლება გამოასწოროთ ეს. უკვე ყავს ჩვენ სტუდენტები, რომლებიც ჩააბარეს 4 წლიან პროგრამაზე და სახელმწიფოს ჰქონდა პასუხისგებლობა აღებული, რომ მათ უნდა 4 წელი ესწავლათ, მათ შორის ვისაც ჰქონდა გრანტი ან უფასო პროგრამაზე სწავლდა და სახელმწიფო აიძულებს
სახელმწიფო უნივერსიტეტებს და კერძო უნივერსიტეტებს, რომ შეუმცირონ ეს სასწავლოვადა, ხო? მიუხედავად იმისა, რომ მათ სხვა პირობით ჩააბარეს. ამიტომ აი კონკრეტული ადამიანების ბედზე, ცხოვრებისეულ გზაზე და ასე შემდეგ ეს ძალიან დიდ გავლენას ახდენს და ვფიქრობ, რომ ყოველ წელთან ერთად ეს ვითარება უფრო დამძიმდება, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ამ აბიტურიენტთა ცნობაში ვუყურებთ, რომ გაძვირებულია უკვე კერძო უნივერსიტეტებში განათლება, სრულად გასაგებია, რომ მოიმატა ფასმა, იმიტომ რომ ეს ამ ერთი წლის დაკლებით ჭირდებათ გარკვეული სტაბილურობის უზრუნველყოფა და ფონად ჩვენ ვხედავთ ეს ხო განათლების სისტემა ხო არ არის ამოვარდნილი ამ გარემოდან, ჩვენ ფონად ვხედავთ ყველაფრის ფასის მატებას, ცხოვრების გაძვირებას და ვხედავთ იმას, რომ აბიტურიენტებს არჩევანის შესაძლებლობები აქვთ ბევრად უფრო შეზღუდული. მაგალითად, თუ სტუდენტს შეეძლო სამართლის ფაკულტეტზე, მაგალითად, ჩაებარებინა ილიას უნივერსიტეტში ან ჩაებარებინა თესეუში, სახელმწიფო უნივერსიტეტ ან თუნდაც ტექნიკურ უნივერსიტეტში, ეხლა მხოლოდ ერთი სახელმწიფო უნივერსიტეტია, რომელშიც ჩაბარების შესაძლებლობაც აქვს, თუ მას თბილისში უნდა, ან უნდა კერძო აირჩიოს, სადაც მას უკვე გრანტი არ მიყვება. აქამდე როგორ იყო, ხო, რომ აბიტურიენტები იღებდნენ გრანტს მიღებული ქულების მიხედვით და მერე ირჩევდნენ უმაღლეს, სადაც მიდიოდნენ. და ეს გაძვირებულ უმაღლესში ხა მას უწევს სრულად ის თანხა დაფაროს, მას გრანტი იქ არ გაყვება, ხო? და ეს რატო ახსენეთ რაღაცა ცხოვრებისეული გარემო და პირობები, ხო? იმიტომ რომ შენ თუ თქვათ მოხდები ქუთაისში და ეს ფიქრობ აუცილებლად უნდა ვთქვა, ხო, რომ ქუთაისში მხოლოდ აბრის დაყენებით, რომ ეს საუნივერსიტეტო ქალაქია, ვერ იქცევა ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქად. ჩემი დიდი სიყვარულის მიუხედავად ქუთაისის ქუთაისის უნივერსიტეტის მაგალითია, ხო? ძალიან კარგი შენობა არის და ინფრასტრუქტურა არის, მაგრამ ინფრასტრუქტურა არ არის მარტო ეს. არც აბრაშორიც, არც ინფრასტრუქტურა, სხვა რამეა უნივერსიტეტი. სხვა რამე ჭირდება ამის შენებლობას და სამწუხაროდ, აი იმის გამო რომ ეს არ გამოვიდა, ამის გამო თელმა განათლების სისტემა უნდა მგონი გადაიხადოს ფასი. ამაში რომ დაინგრეს ყველაფერი, რომ შეივსოს სტუდენტებით ივანიშვილის უნივერსიტეტი, რომ აჯობოს რაღაცნაირად მკვდარ კახაბენდუქიძეს. კერძო უნივერსიტეტებში იზრდება სწავლის საფასური და სხვა შორის ეს თითქმის ყველა უნივერსიტეტში, რომელიც კერძოა, ხო? საქართველოს უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, ალტე, სულხან-საბას უნივერსიტეტი. არის თუ არა ეს განათლების ამ ეგრეთ წოდებული რეფორმის ეფექტი მათ შორის? ხო, რა თქმა უნდა, ეხლა ზუსტად ეგ თქვი, რომ ეს არის ამის ეფექტი, ზუსტად ამის, რომ გრანტი აღარ მიყვება ადამიანს და ეს სრულიად ტვირთი ფინანსური აწვება სტუდენტს. ელიტური ხდება. და ბევრად უფრო ელიტური ხდება, ხო, მე ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ განათლების სისტემა ხელმისაწვდომი იყო აქამდე რაც იყო და ძალიან ბევრი გვისაუბრია ძალიან ბევრ კვლევაში, მათ შორის ფორმულას სხვადასხვა ეთერშიც იმაზე, რომ განათლების სისტემა სათანადოდ ხელმისაწვდომი არ იყო ადამიანებისთვის საქართველოში, მაგრამ ეს კიდევ უფრო ხელმიუწვდომელს ხდის, აი ზუსტად ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც ხდება, კიდევ ერთხელ ვამბობ, აი ძალიან ჩანს ჩემთვის, რომ არ იცნობენ სტუდენტებს, მათ საჭიროებებს, იმ პრობლემებს, რაც ქვეყანაში არის. აი მაგალითად ძალიან ისეთ მიღებული პრაქტიკაა, სტუდენტები, აი ვთქვათ, ერთი კონკრეტული ლოკაციიდან რომ მოდიან თბილისში, ერთად ქირაობენ ბინას. ეს ადამიანები თუ სხვადასხვა ლოკაციაზე მოხდებიან, მათ გაუჭირდებათ ერთად ბინის ქირაობა და აი ძალიან ბევრი, ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის, რაც საერთოდ კონტექსტიდან გამომდინარე ამ რეფორმის დამგეგმავებს არ აქვთ გათვალისწინებული, ხო? აი კიდე ერთი რაც აუცილებლად უნდა ვთქვა, მაგალითად კიდე ერთი ამბავია ეს 1+4 პროგრამა, როდესაც საქართველოს მოქალაქეები ეთნიკურად მრავალფეროვანი რეგიონებიდან და სოფლებიდან აბარებენ სახელმწიფო უნივერსიტეტებში და პირველი ერთი წელი სწავლობენ ქართულ ენას, ხო? აი ეს ამ პროგრამის მაგალითად ლოგიკა საერთოდ არ ჩანს ჩემთვის, როგორ დაიგეგმა ეს ადგილების განაწილება. იმიტომ რომ მაგალითად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში რაღაცა 50 ადგილია, მე მგონი, წელს გამოყოფილი საერთოდ ამ პროგრამისთვის. მაშინ, როდესაც ხო 48 ადგილი გადავამოწმე, მაშინ, როდესაც სხვა უნივერსიტეტებში ვხედავთ, რომ შეიძლება 500 იყოს ან 900 იყოს გამოყოფილი, მიუხედავად იმისა, რომ აი კვლევების მიხედვით და სტუდენტების შეფასებითაც ეს მათთვის სასურველი პროგრამაა და წარმატებული პროგრამა, ხო? ლოგიკა რის მიხედვით, რა არგუმენტით, სად როგორ გადანაწილდა ადგილები, რამდენად ითვალისწინებს ეს ადამიანების საჭიროებებს, რამდენად მოსახერხებელია და რა მოსახერხებლობაში გულისხმობ ხელმისაწვდომია ადამიანებისთვის. ეს ყველაფერი შედეგად გამოიღებს იმას, რომ უფრო ნაკლები ადამიანი შეძლებს სწავლის გაგრძელებას, უფრო მეტი ადამიანი დაანებებს მე-11 კლასში განათლების მიღებას თავს და ასე. მაგრამ აი დაგებრუნდებით, აი თქვენ ახსენეთ სიტყვა, რომ ელიტური ხდებაო განათლების მიღება.
რა აი ხედავთ თუ რამე კონცეფცია სამის უკანაც მათ შორის რომ ამას პირდაპირაც ამბობ რა აქვს ამდენი უმაღლეს დამთავრებული და სხვა შორის რაღაც იმ სენტიმენტსაც ეხმიანება რომ აი ყველას დიპლომი აქვს რომ ყველას უნივერსიტეტში ყუდად აბარებენ ეს ხო მოგისმენთ ამას სინამდვილეში რომ არ არის სინამდვილეში არ გყავს ბევრი სტუდენტი ნუ ყველაფერი მიმდის იქითკენ რომ პოლიტიკას რასაც ატარებს დღევანდელი ეგრეთ წოდებული ხელისუფლება მიმართულია ავტოკრატული მმართველობისკენ ხო ანუ კონსტიტუცია მითვისებულია აღმასრულებელი საკანონმდებლო ხელისუფლება მიტაცებულია და დარჩა განათლების ნუ შეიძლება ისიც ვთქვათ რომ საჯარო სკოლებიც მიტაცებული აქვს და ერთადერთი სივრცე სადაც შეიძლება იყოს ავტონომიური შეიძლება იყოს მოაზროვნე ეს არის ჯერჯერობით დარჩენილი უნივერსიტეტები ხო და სწორედ აი ამისკენ არის ეს რეფორმაც დეფორმაც მიმართული რომ ესეც გახდეს პოლიტიზირებული და ესეც იყოს ერთგვარი სახელმწიფოს დაკვეთა აი მარტივად ვთქვათ მაგალითად ყველასთვის ისე საქმეში ჩაუხედავი ადამიანისთვის ჩანს რომ უფასოა განათლება რა ჯობს უფასო განათლება არაფერი არ ჯობს უფასო განათლებას გააჩნია კონტექსტი და ვითარებას ხო როდესაც სახელმწიფო მიუხედავად იმისა რომ მინიმუმ ბარიერს გადალახავს სტუდენტი და ისიც უფასოდ ისწავლის ხო 100 ქულა დაგროვებული უფასოდ ისწავლის და ამ შემთხვევაში უკვე უჩნდება დამკვეთის იმის მოთხოვნილება რომ ის ხალხი იმ ხალხს მისცეს განათლება ვინც თვითონ სჭირდება ხო ისევ მივდივართ იმ ძველ რეჟიმზე ჩაწყობა პოლიტიკური ნიშნით ერთგულების ნიშნით და აი ეს ნეპოტიზმი ისევ დატრიალდება ამ სფეროში ეხლა ავიღოთ ის უმრავლესობა ხო საქართველოს უმრავლესობა მოქალაქეებისას უჭირს არ უხმის წეგან ვისაუბრეთ ხო აგერ უმაღლეს სასწავლებლებზე ოღონდ კერძოზე ხო იქ გაძვირდა აქ შეუძლებელი ხდება ხო ნიჭიერი ადამიანები ნიჭიერი სტუდენტების დაიჩაგრებიან იმის გამო რომ გარკვეულ კრიტერიუმებს პოლიტიკურ კრიტერიუმებს ვერ დააკმაყოფილებენ და რა გვჩება რეალურად რომ გარკვეული ელიტა მიიღებს უფასო განათლებას გარკვეული ელიტა მიიღებს ფინანსურად კერძოში და დანარჩენებს რჩებათ რა აი ყველაზე ესე მე რამაც აღმაშფოთა გუშინაც დავწერე პოსტი და ეს არის ის რომ დაუშვათ რუსეთის ფედერაცია სთავაზობს ქართველებს სწავლას ხო ისიც ვიცით რომ ნუ კოტები გამოყოფილია 200 წელიწადში დღეს 200-ია ხვალ უფრო მეტი იქნება არჩევანის საშუალება რო აღარ ექნება სტუდენტს საქართველოში მიიღოს განათლება წავა იქ სადაც ხო ევროპაში ასე ადვილი წასვლაც აღარ არის იმიტომ რომ ევროპის კარიც შეფერხებული. ამერიკაში კიდევ უფრო მithumetes არის. ხო, ნუ იქ საერთოდ ვიზა. ფულეს მდგომარეობა შეიქმნა. აი ეს ერთმანეთზე ისეა გადაბმული, რომ ჩვენ ხვდებით ისევ რუსული ორბიტის სახელმწიფო, განათლების სისტემიდან დაწყებული. ანუ უკვე ეს იქნება მთელი და ყველაზე თავარი ისაა, რომ აი ამ 38 წლის ხა მე როგორც ისტორიკოსი ისე ვაფასებ ამ მომენტს, რომ ამ 38 წლის მანძილზე ხო დაწყებული ეროვნული მოძრაობის დღეებიდან 88 წლიდან ჩვენ გვინდა გამოვიდეთ რუსული წიაღიდან ეს განათლების დეფორმა პირდაპირ ურტყამს იმას, რომ ჩვენ ბრუნდებით რუსულ წიაღში. იმიტომ რომ თვით უნივერსიტეტები, როდესაც უნივერსიტეტებში არ იქნება კრიტიკული აზროვნება, არ იქნება კვლევა, ყველანაირი ინიციატივა იქნება დასჯადი, იმიტომ რომ სახელმწიფოა არ აქვს სტუდენტს არჩევანი, არ მომწონს მე უნივერსიტეტი, ვერ გადაყვალ ვერსად. თუ უნდა გადახვიდე, მაშინ ფული უნდა გადაიხადო კერძოში, ხო? ეს უკვე იმისკენ მიდის, რომ როგორც სახელმწიფოში იქნება ავტოკრატია, ისე იქნება უმაღლესებში. მაგრამ ბოლოს რა გითხოთ, რა ბედიელის ილიას უნივერსიტეტს თუ გამდრობდე რომელიმე უნივერსიტეტი დაზარალდა, არის ილიას უნივერსიტეტი, სწორად. ყველაზე მეტად ილიას სახელმწიფო ашკარად თითქოს ერთგვარი მიზანიც კი იყო, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უნდა დაინგრეთ. ახლა ჩვენ საუბრობდით, რომ ევროპაში დასვლა როგორ რთულდება რაღაც და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სახელმწიფო უნივერსიტეტში იყო ერთგვარი ფანჯარასავით მათ შორის. მათთვის ფული არ აქვს, მარტივად ვთქვათ, შედარებით ღარიბებისათვის და ძალიან ღარიბებისათვის, რომ კიდე გაიხედათ ცოტა ევროპისაგან. ვისაც მშობლებსაც არ აქვს შესაძლებლობა ამ კუთხით. და რა ხდება ილიას უნივერსიტეტის თავს? ილიას უნივერსიტეტის მიმართ აი ეს ხო ძალიან დიდ უსამართლობასთან გვაქვს საქმე და კიდე უფრო
ესეთი უსამართლობაა, რასაც უშუალოდ ილიასთან მიმართებაში აკეთებენ, იმიტომ რომ ძალიან დიდი განსხვავება, როგორც აი შეადაროთ დიაგრამაზე რომ შეხედავთ 92%-ია ჩვენთან მისაღები კონტინგენტის კლება, რაც ნიშნავს, რომ შენ უნივერსიტეტს უტყავ ყველა მხრიდან აზიანებ იქ კვლევის, სწავლების, ყველანაირი პროცესის დაზიანებას. ჩვენთვის ეს უნივერსიტეტი ის პირველ რიგში ღირებულებებია, რის გამოც იქ შევიყარეთ და მე როგორც აი რიგითი პროფესორი და თქვა ამ უნივერსიტეტის გუნდის წევრი ესე არ ვფიქრობ რა ბედიელი ვცდილობ ამ უფრო ვფიქრობ იმაზე რა გავაკეთოთ აქ და ახლა იმისთვის რომ ილიას უნივერსიტეტმა გააგრძელოს სრულფასოვანი ფუნქციონირება იმ პროგრამებით მათ შორის იმ პროგრამით რომელზეც მე ვასწავლეთ სოციოლოგიის პროგრამით და სხვა ყველა პროგრამით რომლებიც ქვეყნისთვის არის პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის რომ ეს პროგრამები არსებობდეს იქნება ეს ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პროგრამები თუ ის პროგრამები რაც დაგვიტოვეს ამიტომ ჩვენ ესე ვუყურებთ რომ ჩვენ მომავალ წელსაც მოვითხოვთ კვოტებს იმ პროგრამებზე და მიღებას უფრო სამართლიან გადაწყვეტილებას და უნივერსიტეტის მთლიანობის შენარჩუნებას და ვიბრძოლებთ იმისთვის რომ ჩვენ სტუდენტებს ქონდეთ ხარისხიანი და ღირსეული განათლება. იმიტომ რომ ალტერნატივა არ აქვს და სხვა გზა არ არის. თავის დახრა არ შეიძლება არც ერთი წამი. მადლობა ძალიან დიდი მარიამ დალაქიშვილი და ლევან მიზანდარი იყვნენ ჩვენთან ერთად. დაგემშვიდობებით. ახლა ჩვენ რეკლამაზე უნდა გავიდეთ და სარეკლამო წრის შემდგომ უკვე დაგებრუნდებით ჩოთა კინძურაშვილთან, ეკლესიის ისტორიკოსთან ერთად და ვისაუბრებთ იმ გამოწვევების შესახებ, რაც დგას ჩვენ